სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი უკვე თავისუფალია და შეიძლება ითქვას, რომ მან სრული შემართებით და საბრძოლო განწყობით დატოვა უწუხელ გვიან ღამით ქალთა დაწესებულება და მარიამ მეყანწიშვილი საუბრობს პროტესტის მნიშვნელობაზე, აუცილებლობაზე საპრობლის დატოვების შემდეგაც და ამბობს, რომ სწორედ პროტესტის გაგრძელებას და ხმაურს აქვს მნიშვნელობა, მთავარი გადამწყვეტი როლი და სწორედ მისი მეგობრების და მხარდამჭერების ამ მისი სოლიდარობის გამო არის ის დღეს თავისუფალი, როგორც მარიამ მეყანწიშვილი ამბობს და სწორედ მისი მეგობრების პროტესტმა და მხარდამჭერების პროტესტმა აიძულა მისი თქმით პროკურატურა, რომ ის არა რამდენიმე წლით პატიმრობაში, არამედ გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ. თავად მარიამ მეყანწიშვილი ამბობს იმას, რომ დღესაც ის რუსთაველის გამზერზე იდგება, როგორც დანარჩენი 325 დღე და ის რა თქმა უნდა თავის პოზიციას ისევ ღიად და ხმამაღლა დააფიქსირებს რუსთაველის გამზრიდანაც და ამბობს, რომ სწორედ ქუჩიდან დღეს გააგრძელებს ასევე ბრძოლას, როგორც თავად ამბობს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც გუშინ საქალაქო სასამართლოში განსასჯელის სკამზე მის გვერდით ისხდნენ და მარიამ მეყანწიშვილი სწორედ ამ პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს. თავად ბრალდებას რაც შეეხება პროკურატურა მას ედავებოდა ამ სასახლის ღობის წინააღმდეგ განხორციელებული შტურმის ორგანიზებას, ესე რომ ვთქვათ, და როგორც მარიამ მეყანწიშვილი ამბობს, რომ ეს ბრალდება არის სრულად აბსურდული და მიზნად ისახავს მოქალაქეების და ადამიანების დაშინებას, რაც შეეხება საპყრობილედან დატოვებას, მაშინ როდესაც ის ქალთა კოლონიიდან გამოვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ისეთი ემოციები დახვდა მას გარეთ, მათ შორის მისი მცირეწლოვანი შვილი და ახლა ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ის ემოციები, რაც მარიამ მეყანწიშვილს საპყრობილედან დატოვების შემდგომ დახვდა და ასევე მისი პოზიციაც. რომ არა ჩემი თანამებრძოლების ესეთი ბრძოლა ჩემთან მიმართებაში, რომ არა ამდენი აქტივობა, რომ არა ამდენი ხმაური დამერწმუნეთ, მეც იმ 4 ადამიანთან ერთად გამიშვებდნენ წინააღმდეგობითი ღონისძიების სახით პატიმრობაში, როგორც დანარჩენი 4 შემთხვევაში იყო. ამიტომ წინააღმდეგობას აუცილებლად ძალიან დიდი აზრი აქვს. ყველაზე ესე უნდა ვიხმაუროთ, აბსოლუტურად შევაწუხოთ ყველა სტრუქტურა, რომელიც უსამართლოდ ექცევა რეჟიმის ყოებს და აწუყვე აზრის გამოხატვისთვის რუსთაველზე მდგომ ადამიანებს. ხო აბსურდია, როდესაც რაღაცა აზრის გამოხატვის გამო, ანუ უბრალოდ აქციაზე დგომის გამო გაკავებენ. აგერ დღეს საღამოს მეც ჩემს თანამებრძოლებს შევუერთდები აუცილებლად და ყველანაირ ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ ჩვენი აზრი და დავიცვათ, ჩვენი თავისუფლება დავიცვათ. სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს. მარიამ მეყანწიშვილი ახლა ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება, თუმცა როგორც ისმენთ პირდაპირ ეთერში, ის აპირებს ბრძოლის გაგრძელებას და დღესაც რუსთაველის გამზერზე იდგება. პირველების ეთერში დიანა ჩირგაძე საუბრობდა.